გამარჯობა. ანატომია ძველბერძნულად ადამიანის ორგანიზმის შემსწავლელ მეცნიერებას ერქვა. ალბათ სადაო არ იქნება თუ სახელმწიფოს ერთი მთლიანი ორგანიზმის ჭრილში განვიხილავთ. გთავაზობთ იდეას გავიხსენოთ და შევისწავლოთ იმ პირთა საქმიანობის ანატომია, ვინც ჩვენს სიცოცხლეზე, ჩვენს კეთილდღეობაზე და ჩვენს უფლებების დაცვაზეა პასუხისმგებელი. ასეთი ადამიანების უმეტესობა დღეს ხელისუფლებაშია. მინდოდა თავი თანამედროვე დემოკრატიულ სახელმწიფოში მეგრძნო და დამეთანხმებინა ინტერვიუზე მმართველი ძალის რომელიმე წარმომადგენელი, სადაც შევძლებდით მისთვის ნებისმიერი შეკითხვის დასმას. მოვახერხებდით კონკრეტულ პირებზე ინფორმაციის გადამოწმებას, დაზუსტებას ან უარყოფას, მაგრამ ხელისუფლება აგრძელებს წერონ და იკითხონ პრინციპით მუშაობას, შესაბამისად ჩვენც წერთ და ვკითხულობთ და აქვე ვცდილობთ თქვენც დაგაკითხოთ. ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის პოსტი ქვეყნის მართვაში პრეზიდენტის შემდეგ ყველაზე მნიშვნელოვანი რგოლია. გიგა ბოკერია ცოტა ხნის წინ ამ თანამდებობაზე დაინიშნა. ამავე პერიოდში პრესით ვრცელდება ინფორმაცია, ბოკერია რამიშვილი ადეიშვილი უგულავას მიერ ახალი ნაციონალური, ოღონდ ოპოზიციური ფრთის შექმნის შესახებ. სწორედ ამიტომ გადაწყვიტე შეგვექმნა წარმოდგენა ბოკერიას პოლიტიკური ანატომიის შესახებ. ვთხოვეთ ინტერვიუ, რაზეც მან უარი გითხრა. შესაბამისად პასუხი კითხვებზე ვერ მივიღეთ, თუმცა ვფიქრობ, რომ ყველა ობიექტურ შეკითხვას არსებობის უფლება, ხოლო საჯარო მოხელეს მინიმუმ მისი მოსმენის ვალდებულება აქვს. საზოგადოებას კი იზღა დარჩენია საკუთარი დასკვნებით უპასუხოს სხვა ადრესატის მიმართ დასმულ კითხვებს. მაშასე, გიგა ბოკერიას ანატომია. ერთ-ერთი წამყვანი მაუწყებლის ეთერში მიმდინარეობდა პრომოუშენი, ასე ვთქვათ, სერიალისა სტალინზე, სადაც ჩემთვის ძალიან გასაოცრად, როგორც ჟურნალისტმა, ავტორმა სიუჟეტის, ისე დირექტორმა და ხელმძღვანელმა ამ არხის გააკეთა ჩემი აზრით სკანდალური განცხადება, რომ ეს სერიალი თურმე არის გარღვევა, რომ როგორც იქნა თურმე დაინგრა მითი სისხლიანი ტირანი სტალინის და ესე იგი გაირკვა, რომ ეს იყო ძლიერი ქართველი პოლიტიკოსი. მე კიდევ ერთხელ ხაზს ვუწევ, ჩვენ ვერ დაუშლით იმას, რომ კონდეს განსხვავებული აზრი, მაგრამ მე ვთვლი, რომ ეს არის სამარცხვინო განცხადება. და იმსახურებს ძალიან მკაცრ შეფასებას. 2007 წლის 16 თებერვალს გიგა ბოკერიამ ღიად გააკრიტიკა და უხეშად ჩაერია მისივე პარტიის წევრების მტკიცებით დამოუკიდებელი ტელეკომპანია რუსთავი 2-ის საქმიანობაში. მას უბრალოდ არხზე მიმდინარე ტელესერიალი არ მოეწონა და თავს უფლება მისცა პარლამენტის ტრიბუნიდან ესაყვედურა მედია საშუალებისთვის. აქჯერ 7 ნოემბერი და იმედის დარბევა წინ არის, თუმცა 2 წლით ადრე ბოკერიამ ირაკლი იმნაიშვილის გადაცემა ტელეარხ მზეზე პირდაპირ ეთერში დახურა და თოქ-შოუს ავტორს არაპროფესიონალი უწოდა. მალევე იმნაიშვილმა საქართველოს დატოვა და ეს არაპროფესიონალი უკვე რამდენიმე წელია BBC-ს ერთ-ერთი წარმატებული თანამშრომელია. ვინ იყო გიგა ბოკერია და როგორ გაბედა მან მედიის საქმიანობაში და საერთოდ ქვეყნის მართვაში უხეში ჩარევა. გიგა ბოკერია დაიბადა სპორტის დამსახურებული ოსტატის ჩემპიონის ნანა ალექსანდრიას ოჯახში. 1996 წელს ლევან რამიშვილთან, გივი თარგამაძესთან და დავით ზურაბიშვილთან ერთად დააფუძნა ლიბერალური საჯარო პოლიტიკის ადვოკატირების არასამეწარმეო და არაპარტიული საზოგადოება თავისუფლების ინსტიტუტი, სადაც უფლებადაცვითი პროგრამების კოორდინატორი და შემდგომში უფროსი იურიდიული მრჩეველი იყო. გახლდათ ასევე სტუდენტური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი 89-95 წლებში. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პრეს-კლუბის აქტიური წევრი. 1992 წლიდან ეწევა ჟურნალისტურ საქმიანობას გაზეთ 7 დღეში. 92 წელს ასევე გახლავთ გაზეთ მიმომხილველის პოლიტიკური რედაქტორი. 92-93 წლებში სახელმწიფო რადიოს პირველი არხის გადაცემის პიკის საათის ჟურნალისტი. ასევე იყო რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ასევე გახლდათ არგუმენტების პოლიტიკური რედაქტორი 95-96 წლებში და გახლდათ სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის სადისკუსიო პროგრამა აქცენტების წამყვანი 96 წელს. 2003 წელში არაძალადობრივი რევოლუციების ტექნოლოგიის გაცნობის მიზნით სერბიაში სტუმრობის შემდეგ ბოკერია დაეხმარა ქართველ სტუდენტებს სერბულ მოძრაობა ოტპორის აქტივისტებთან კონტაქტების დამყარებაში. ამან ხელი შეუწყო ახალგაზრდული მოძრაობა კმარას დაფუძნებას, რომელმაც წამყვანი როლი ითამაშა 2003 წლის ნოემბერში ვარდების რევოლუციის დროს.
რევოლუციის შემდეგ გიგა ბოკერია აირჩიეს საქართველოს პარლამენტის წევრად. 2005-2008 წლებში გახდა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტი. 2008 წლიდან არის საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე, ხოლო 2010 წლის ნოემბრიდან საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი. ჰყავს მეუღლე თამარ ჩერგოლეიშვილი და 2 შვილი. მას თავისთავად პოლიტიკოსობა პრინციპში ყოველთვის უნდა ეს არც მალავდა ამას და ამბობდა რომ რაღაცა დროს რაღაც მომენტის მერე გამოცდილებას დააგროვებდა წავიდოდა პოლიტიკაში. ერთ-ერთი უახლოესი მეგობარი გიგაზე შექმნილ მითს მისი რუხი კარდინალობის შესახებ ლეგენდას უწოდებს. გიგა დღემდე რჩება ლევან რამიშვილის გავლენის ერთგულ ქვეშევრდომად, თუმცა ასეთივე ერთგულება მან იმ პრინციპებისადმი, რომელსაც ემსახურებოდა, ვერ შეინარჩუნა. გიგა და ლევან რამიშვილის ურთიერთობა საერთოდ ცალკე ამბავი, ამაზე შეიძლება თერ რომანი დაწეროს კაცმა. იმიტომ რომ ხე ძალიან ახლო მეგობრები არიან და როგორც წესი ლევანის გავლენა ყოველთვის იყო ძალიან დიდი. და არა პირიქით? პირიქით საერთოდ ლევანიზე გავლენის მოხდენა საერთოდ ძალიან რთული საკითხია. ეს პრაქტიკულად შეუძლებელი რამ არის. გიგას შემთხვევა არის აი ძალიან კლასიკური შემთხვევა, ასეთი აი ლიტერატურაში და ფილმში ასეთი ბევრი მინახია. ეს არის ის შემთხვევა, როდესაც ადამიანი ისასთან უნდა რომ ძალაუფლება კონდეს, უნდა რაღაცა გადაწყვეტილებებს ღებულობდეს და მისი სიტყვა სრულდებოდეს, თან აქვს რაღაცა პრინციპები, რაღაც ღირებულებები, მაგრამ როცა ძალაუფლებას მიიღებს, იმდენად ესე იგი ამას თავისებს იმდენად გაუტკბება ეს ძალაუფლება, რომ პრაქტიკულად იწყებს იმის კეთებას, ვის წინააღმდეგაც იბრძოდა მთელი ცხოვრება. მე მგონია რომ ის მაშინ კარგად ეხა მოხდა საკონსტიტუციო ცვლილებების მიღების შემდეგ. ეს იყო 2004 წელი, როდესაც ცნობილი საკონსტიტუციო ცვლილებები გატარდა და პარლამენტის უფლებამოსილების შეუმცირდა, პრემიერ-მინისტრი შემოიღეს. ნუ ხა ეს თქვენ და იცნობდეთ რა ვადავიარებს გიგასაც და ნუ ლევან რამიშვილსაც კიდევ მაგალითად მათთვის ეს ამერიკული მოდელი საკონსტიტუციო. ნუ ეს არის დაახლოებით აი ისეთ საკრალური რაღაც იყო, რაც აი როგორ გითხრათ, ხა მართლმორწმუნე მართლმადიდებლისთვის ო საამბის დოგმატი რო იქნება. აი თლად ასეთი შეიძლება არა, მაგრამ ნუ არც დიდად დაშორებული. და როდესაც მათ ასე ვთქვათ, კი, გამოდიოდნენ მაშინ გიგა ძალიან ისე გამოდიოდა საკმაოდ წვავეთ ცვლილებების წინააღმდეგ, მაგრამ როდესაც ეს ცვლილებები მაინც გავუტარდა, ისინიც თუ ისე შეეგუენ ნაციონალური მოძრაობის სიაში ჩაეწერენ და შემდეგ მაინც ასე ვთქვათ მოვიდა ხელისუფლებაში, მიუხედავად ამისა, რომ აი ასეთი კომპრომისი. ნუ ეს ეთყობა მან ჩათვალა, რომ ძალიან დიდი კომპრომისი იყო მისი მხრიდან და ნუ რახან ასეთ კომპრომისზე წავიდა. ამ წინ თავარი იყო, რომ რაც შეიძლება მეტი ძალაუფლება ქონოდა პირადად მას და მის ასე ვთქვათ ჯგუფს. რაც უფრო მეტად არაპოპულარულ, არა მარტო არაპოპულარულ, არასწორ რაღაცებს აკეთებდა თქვა სააკაშვილის ხელისუფლება, იქნებოდა ეს ბიზნესის ტერორი თუ ბევრი სხვა რამე. აი რაც უფრო მეტად გამოიდებდა თავს და ამის დამცველი იქნებოდა თვითონ, ამით გაიძლიერებდა მეტ პოზიციას და რაღაც რადიკალურ რეფორმებს გაატარებდა მე. მათ ჰქონდათ აი ასეთი წარმოდგენა. გიგა ბოკერიას ბიზნეს წარსული 2004 წლამდე სუფთად გამოიყურება. ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ კი ჟურნალისტები მისი მამის, ლევან ბოკერიას სამშენებლო საქმიანობით და სახელმწიფო უწყებებში მოგებული ტენდერებით ინტერესდებიან. Georgian Times-ი უკვე 2005 წელს აქვეყნებს მასალას, სადაც თავად ლევან ბოკერია ადასტურებს მის მიერ თავდაცვის სამინისტროსთვის 1,928,566 ლარის ოდენობის სამუშაოს შესრულებას. კომპანია ARC სტუდიასთან, რომელიც ბოკერიას მამას ეკუთვნის, 2004 წლის 9 აგვისტოს თავდაცვის სამინისტრო კონტრაქტს აფორმებს. თავდაცვის სამინისტროს ქუთაისის ლაზარეთის გადაკეთება ყაზარმად და სამრეცხაოს აბანოდ მოწყობა შეუწყებამ 1,420,360 ლარი გადაიხადა. ფაზიანის პირველი და მეორე ყაზარმების ფასადსა და ტუალეტების სარემონტო სამუშაოებზე ბოკერიას ფირმამ 183,323 ლარად იზრუნა. ცენტრალური სასურსათო საწყობის ფასადი და ფანჯრების სარემონტო სამუშაოებისთვის კი თავდაცვის სამინისტრომ ბოკერიას 324,893 ლარი გადაუხადა. ჯამში გადახდილმა თანხამ 2 მილიონ ლარამდე მიაღწია. აერონავიგაციის ფრენის მართვის ცენტრის მშენებლობის გამო ალექსანდრე სილაგაძეს პროკურატურა კოლოსალურ თანხას ედავებოდა და ის ძებნილადაც გამოაცხადეს. ბოკერიას მამა კი, რომელმაც შეასრულა აღნიშნული სამუშაო და ვინც მიიღო ის თანხა, რაზეც პროკურატურა დაობდა, არც დაუკითხავთ. ბოკერია ფიგურირებდა მზიურის ტერიტორიაზე მშენებარე მაღალსართულიანი სახლების მშენებლობის საქმეში, თუმცა ლევან ბოკერიამ მაშინ მხოლოდ ერთი ასეთი სახლის მშენებლობა აღიარა. არ მალავს ბოკერია ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროსთვისაც სამუშაოების შესრულებას. უყვება ჟურნალისტს გიგა ბოკერიას ტურისტული ფირმის ARC ტურის შესახებაც. ნეპოტიზმთან ერთად ბოკერია კიდევ უფრო მძიმე შეცდომების დაშვებას იწყებს. რეფორმატორის საქართველოს მეცნიერებათა აკადემიას საბჭოთა კავშირის ბოლო ნამსხვრევს უწოდებს და ამბობს, რომ ნუ მოგვერიდება ამ ისტორიკებით სპეკულაციის და არ უნდა ავყვეთ მას და ვიყოთ
უკომპრომისოები. ცუდი საქმეები კარგის საკეთებლად. აქ ბოკერიას ერთი გარემოება გამორჩა, როგორც კი ადამიანი ნეგატიურ პოზიციას იკავებს, ის ამოარყოფითი საქმიანობის მძევალი ხდება. არც ერთი ნაბიჯი უკან. გიგა ბოკერია. მე შემიძლია ვთქვა, რომ ეს იყო ეს არც ერთი ნაბიჯი უკან და არაფერზე უკან დახევა და არავითარ შემთხვევაში დათმობა მათ მიმართ, ვინც აი რაღაც მიტინგს მოაწყობს ან საპროტესტო აქციას გამართავს. ეს სააკაშვილიზე მეტად შეიძლება ითქვას მათ ინდიცია აი ამის გაკეთება. ბოკერია ამასობაში კარგავს მეგობრებს, დიდ ნაწილს ტელეკამერის წინ საუბარი არ სურს ამაზე, თუმცა ერთ-ერთი მათგანი გთანხმდება დაასახელოს ის წყალგამყოფი, რის მერეც მეგობართან მას კონტაქტი აღარ ჰქონია. ბოკერიასა და მეგობრებს შორის ახალაიები აღმოჩნდნენ. ურთიერთობები ჩემთვის პირადად წყალგამყოფი ყველა იმ ადამიანთან ურთიერთობაში, ვისთანაც მე რაიმე ტიპის წარსული მაკავშირებდა, მეგობრული, პარტნიორული და 2006 წელს საქართველოს პარლამენტში ფეხზე ამდგრები ტაშს უკრავდნენ ვანო მერაბიშვილს, რომელმაც სანდრო გირგვლიანის გოლობის შემდეგ პრინციპში ეს იყო ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი წყალგამყოფი. მე არ მჯერა იმ ქვეყნის შენების, სადაც დათაახალაიას პრესტიჟი შეიძლება გადააყოლოს სახელმწიფო. ასე სახელმწიფო არ შენდება. როგორც ჩანს, ჩვენ სახელმწიფოს მშენებლობის, დემოკრატიის ჩვენეული გაგებები ძალიან დაშორდა ერთმანეთს. რაც იმას ნიშნავს, რომ ამ ურთიერთობებს არანაირი პერსპექტივა არ ქონდა. ყველაზე ბედნიერი რომ ვიყავი, მაშინ მომკლეს მე, მაშინ. ხალხო. მან ვერ მიიღო პრივილეგიები. ის რომ მან ვერ დაჩაგრა კონკურენტები, ის რომ ის ვერ ჩამოყალიბდა ქართული ბიზნესის დონ კორლეონით. პრესა ბოკერიას მიერ პატარკაციშვილის პარტნიორისთვის ბიზნესის წართმევაზე ალაპარაკდა. არმატურა დაძრუმანებული რკინის არგუმენტი პოლიტიკური ბიზნესის კეთებისთვის. 2006 წლის ალია წერდა, რომ ლევან ბოკერიამ პატარკაციშვილის მეგობრის კომპანია ნოლასთან ერთ-ერთი სკოლის მშენებლობის ტენდერი წააგო. რის შემდეგაც ბოკერიამ იზრუნა, რომ ნოლას უკრაინიდან არმატურის შემოტანის ექსკლუზიური უფლება ჩამორთმეოდა და თავად დაიწყო ამ ბიზნესის კონტროლი. გიგა ბოკერია ამბიციურია, თუმცა ვერ გაითვალისწინა, რომ მისი ამბიციები საკუთარ შესაძლებლობებს აღემატება. მან საკუთარ თავზე ძალიან ბევრი აიღო. სამშენებლო ბექგრაუნდთან ერთად მას ასევე წარმატებული პოლიტიკოსისთვის სასიცოცხლო დაუცილებელი კიდევ ერთი გარემოება გამორჩა მხედველობიდან. პოლიტიკოსად ის ალბათ არ ივარგებდა. არ არის პოლიტიკოსის ტიპი. ჩემი აზრით. ნაკლებად არის. გიგა არ არის, აი როგორ გითხრათ. მას არ შეუძლია იყოს ხალხისთვის საყვარელი ადამიანი. ხახსიათი აქვს ეგეთი უბრალოდ. პოლიტიკოსი არ შეიძლება იყოს უსიმპათიო. ანუ ნერვებს უშლიდეს მოსახლეობის დიდ პროცენტს, თუნდაც იმათაც ლაპარაკობს. ასეთი პოლიტიკოსი არ შეიძლება არაბუნებრივი. რა არის ახლა გაუნათლებელი არ ყოფილა და უძიგნური, მაგრამ ახლა ინტელექტუალს ვერ დაარქვე. უფრო ნიჭიერია ვიდრე ნაკითხი. ყველა სხვა ნიჭთან ერთად ბოკერიას მარტივი ჭორების გავრცელების უნარიც აღმოაჩნდა. პოლიტიკურ ოპონენტებთან და ნაციონალური მოძრაობის შიგნითაც სავარაუდო კონკურენტებთან ბრძოლის ეს საბჭოთა მეთოდი სწორედ მისი ინიციატივით გამოიყენებოდა პოსტრევოლუციურ ქართულ პარლამენტში. იყო ასე ვთქვათ მინის ხდომები, სადაც ძირითადად ვიკრიბებოდით მაშინდელი უმრავლესობის რამოდენიმე წევრი და გვეძლეოდა მესიჯები, რომლებითაც ასე ვთქვათ არა მარტო ოპონენტებზე, არამედ ხელისუფლებაში მყოფ ადამიანებზეც, ჩვენს თანაგუნდელებზეც უნდა გაგვევრცელებინა ესა თუ ის ნეგატიური ინფორმაცია. ეს ინფორმაცია ძირითადად იყო უფრო პირად ცხოვრებაზე აგებული დეტალებისაგან, რომელიც არც თუ სასიამოვნო იყო და პირიქით ბინძურად მოსასმენი. და ეს დავალება ძირითადად იყო იმისათვის, რომ თუ ჩვენ მოხვდებოდით, ასე ვთქვათ, საზღვარგარეთ, ევროპა იქნებოდა თუ სხვა ნებისმიერი ქვეყანა, ხელისუფლებისათვის არასასურველი პიროვნების წინააღმდეგ, ესა თუ ის, ასე ვთქვათ, აწყობილი ინფორმაცია ბრჭყალებში უნდა გაგვევრცელებინა. ძირითადი მესიჯები, რა თქმა უნდა, ყველაფერი მოდიოდა გიგასაგან და ამ ყველაფერს პერსონალურად იძლეოდა რაღაცა ნაწილში და ეს ნაწილი უკვე შემდგომ აფართოებდა ამ წრეს. ირკვევა, რომ ბოკერია არ ერიდებოდა ჟურნალისტებისთვის მასალების დაკვეთას. ის ცდილობდა, ან უნდოდა გაეკონტროლებინა ყველა მედია საშუალება, რაც ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებაში ყოფნას მათი სცენარით გაწერილ რეალიტი შოუ დაქცევდა.
ჩემთვის ყოველთვის ცნობილი იყო ხოლმე რომელი საგაზეთო სტატია, საიდან მოდიოდა, ვის რამდენი ჰქონდა გადახდილი. ბადრი ნანიტაშვილის თემა ძალიან აქტუალური ხდებოდა ხოლმე იმ შემთხვევაში, როდესაც ტელეკომპანია თრიალეთის ეთერში გავიდოდა სიუჟეტი, რომელიც ასახავდა რეალობას. და არ იყო, ასე ვთქვათ, ხელისუფლებისათვის სასიამოვნო და სასარგებლო. მიუხედავად იმისა, ჩვენ ხელისუფლების ნაწილი ვიყავით და წარმოადგენდით მათ, როგორც აქ, ისევე რეგიონში, ბადრის ქონდა პირდაპირ ნაბრძანები ხელისუფლებისაგან, რომ თუ ის არ მოეშვებოდა ისეთი სიუჟეტების კეთებას, რომლებიც ასახავდა რეალობას და კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს არ იყო შეკვეთილი და არც არავის წინააღმდეგ გაკეთებული მასალა. და ამ ყველაფერს ხელისუფლება გვაწერდა ჩვენ, ანუ მათ ქონდათ განცდა, რომ აი ამ სიუჟეტებს ვაკეთებინებდით ჩვენ. და სწორედ ამიტომ მოხდა ბადრი ნანიტაშვილის, ასე ვთქვათ, სწრაფი რეაგირება იმაზე, რომ ბადრი გაეშვათ პარლამენტიდან და მე მახსოვს გიგა ბოკერიას, ასე ვთქვათ, ჩემს მიმართ ნათქვამი სიტყვები, როდესაც ერთ-ერთი სხდომის დროს მოვიდა იგი და ძალიან კატეგორიული ტონით მითხრა, რომ თუ თქვენ არ შეეშვებით აი ესეთი სიუჟეტების მომზადებას და გაშვებას, იცოდეთ ლაშაძე, რომ თქვენ ყველას დაგიჭერთ. მედიის მიმართ საერთოდ ტელევიზიაში გადაიცემა, აი ის მიმართ პირადად მიხეილ სააკაშვილის ჰქონდა, მე ვიტყოდი არაადეკვატური გართულება და დღემდე აქვს. თქვენ თუ დააკვირდებით, აი დღემდე რო გამოდის თანძაღს არ უყურებ ოპოზიციურ ტელეარხებს და ბერეს უცდირებას ახდენს, ვერ ითქვენს. აი ერთი დეგენერატი ლაპარაკობდა ტელევიზორში, ერთი იდიოტი იქ ლაპარაკობდა, თან ასე ლაპარაკობს. აი ასე იტყვიან ჩემზე. ნუ ის ძალიან განიცდის ამას და ამიტომ როდესაც პრეზიდენტი გახდა, მისთვის ძალიან ეს გრძნობიარე მომენტი იყო, რომ რა სიტყვის მასე მედია. და აი ვინც აიღებდა თავის თავზე მედიის კონტროლს და რაღაცნაირად სააკაშვილის სასურველად მოხდებოდა გაშუქება რაღაც მოვლენების, ის სააკაშვილის თვალში იქნებოდა დაწინაურებული და ნუ გიგამ თვითონ იტვირთა ეს შავი საქმე. პრეტენზიები მე კი არა მაქვს. აქ ყველა საღად მოაზროვნე მოქალაქეს საქართველოსი იმაზე, როგორ იქცევა პატარკაშვილის ტელევიზიას. ისმის ახლა ყვირილი ჩვენი სააპარატო და ვერც გადაცემების პირდაპირ ეთერში დახურვით გააკონტროლა და ვერც ბოიკოტით, რომელიც მისი ავტორობით ხელისუფლებამ იმედს 2006-2007 წლებში გამოუცხადა. იმედი დაარბიეს, დახურეს, მაგრამ ბოკერია დამარცხდა. 2007 წლის 7 ნოემბერი საკრალური აღმოჩნდა როგორც მთლიანად ხელისუფლებისთვის, ასევე ბოკერიასთვის. ის დასაჯეს. მისი აგრესიული პოლიტიკა და პიარ კამპანია ხელისუფლებამ ან მათზე მზრუნველმა მრჩევლებმა არა მომგებიანად ჩათვალეს და ყველა სატელევიზიო არხის ეთერში მოცემცემე ბოკერიას სახე მალე კულისებში გადაინაცვლა. ნაციონალურმა მოძრაობამ სპიკერი გამოიცვალა. გიგა ბოკერია ნაციონალური მოძრაობის წარუმატებელი პოლიტიკის განტავების ვაცად იქცა. მას თითწილად დაბრალდა ეს მოსახლეობის ეს მასობრივი უკმაყოფილება. ანუ მის სტილს, მმართველობის სტილს ის რომ ის ჩანდა ხშირად ხელისუფლების ну გარკვეულწილად კი მას რაღაც დონეზე დაისაჯა. თუმცა გავლენა შეინარჩუნა ცხადია, მაგრამ ისეთი აღარ როგორც მანამდე ხონდა. ხელისუფლების ერთ ფრთაში უკმაყოფილება გამოიწვია ასევე ბოკერიას თითქმის საჯარო ჩარევამ ფეხბურთის ფედერაციის საქმიანობაში, რაც როგორც ამბობენ, მისი ფეხბურთისადმი ფანატიკური დამოკიდებულებით იყო განპირობებული, ან ფანატიკურად ფინანსური ინტერესით. ყველას ახსოვს ფედერაციის არჩევნებში გამარჯვებული გიორგი ნემსაძის უეცარი გადაწყვეტილება, როდესაც მან პრეზიდენტობაზე გამარჯვებიდან რამდენიმე წუთში თქვა უარი. 2007 წლის შემდეგ ბოკერია ჩამოაშორეს მისთვის და მისი იდეოლოგიის რევან რამიშვილისთვის აუცილებელ განათლების სისტემას და სასჯელ აღსრულების დეპარტამენტს. პრეზიდენტის რეზიდენციის კარზე მისი გავლენა საგრძნობლად შესუსტდა, თუმცა პარალელურად ძლიერდებოდა გიგი ულავას კარზე, რაც წარმატებით აისახებოდა საოჯახო სამშენებლო ბიზნესიც. ლევან ბოკერიას ფირმა ძირითადად დედაქალაქის ტერიტორიაზე ანგრევდა და აშენებდა. 2008 წელს ბოკერიას სამშენებლო ისტორია კიდევ ერთი სკანდალით გაგრძელდა. ამჯერად სწორედ მას დაუკავშირეს ისტორიული შენობის დანგრევა. კომისიის სხდომებზე სწორედ ლევან ბოკერია ამტკიცებდა, რომ ძეგლის რესტავრაცია შეუძლებელი იყო და გადაწყდა. ნებართვა მის დემონტაჟზე გაიცა კიდეც.
გულავასთან სიახლოვე დაეხმარა გიგას ოჯახს მაშინაც, როდესაც ვარსკვლავების აკადემიის შენობა ჩამოინგრა. მაშინ რუსთავი 2-ის 2 თანამშრომელი დაიღუპა. სარემონტო სამუშაოებს გიგა ბოკერიას ცოლის, თამარ ჩერგოლეიშვილის დის, რუსუდან ჩერგოლეიშვილის კუთვნილი კომპანია აწარმოებდა. გიგა ბოკერიას და დავით კეზერაშვილის ოჯახის წევრები. აქ საუბარია გიგა ბოკერიას ცოლის დაზე, რუსუდან ჩერგოლეიშვილზე და დავით კეზერაშვილის მეუღლეზე სოფე ჩიქოვაზე, რომლებიც არიან აი ამ კომპანიის დამფუძნებლები, ასე თქვა და მფლობელები. ეს არის ხელისუფლების მაღარჩინოსნების მიერ, ასე თქვა, მათ თისახურავის ქვეშ ყოფი ბიზნესი, რომელიც უპრობლემოდ იმარჯვებს ნებისმიერ ტენდერებში, ატარებს სამუშაოებს, მას არ მოეთხოვება, თქვათ, რაღაც განსაკუთრებული ლიცენზიები, ნებართვები, როგორც ეს ამ შემთხვევაში, არტიქსის შემთხვევაში მოხდა და მას არ ჰქონდა არქიტექტურის სამსახურის ნებართვა, ისე აწარმოებდა სარეკონსტრუქციო სამუშაოებს. ეს აძლევთ მათ საშუალებას, რომ გაიმარჯვონ ნებისმიერ ასეთ ტენდერში. კომპანიამ ვინც დამნაშავედ მოიაზრება 2 ადამიანის სიკვდილში, მალე სხვა ტენდერები მოიგო და აღმაშენებლის გამზირის ლონდონის სოხოსთვის მიმსგავსებაც სწორედ მას დაევალა. გიგა ბოკერიას ცოლის დის კომპანია არტიქსი აღმაშენებლის გამზირზე სარემონტო სარეკონსტრუქციო სამუშაოებს აწარმოებს. მას ევალება ასევე კალაუბნის მოპირკეთება და 30 საცხოვრებელი სახლის რეაბილიტაცია. პროექტის ღირებულება, რა თქმა უნდა, საიდუმლოდ რჩება. კომპანია ARC სტუდია, რომლის მთავარი არქიტექტორი ლევან ბოკერია, პარალელურად კიდევ ერთ ხმაურიან ისტორიაში ფიგურირებს. ვაჟებშაველას გამზირზე 4000 ჰექტარზე განლაგებული მსოფლიო მნიშვნელობის გრამსტუდია სწორედ ARC სტუდიამ შეიძინა და ამ ტერიტორიაზე საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობას დაიწყო. სპეციალისტები უბრალოდ ცდილობდნენ ხელისუფლებისთვის ეთქვათ, რომ ასეთი ხმის ჩამწერი სტუდია საბჭოთა კავშირის მასშტაბითაც კი სულ 4 იყო. ოჯახის წევრების სახელები ჩნდება მედია საშუალებების მფლობელთა სიაშიც. ტელეკომპანია საქართველოს მესაკუთრედ გიგა ბოკერიას ცოლის დის, უკვე ნაცნობი რუსუდან ჩერგოლეიშვილის მეუღლე კახა ნინოა სახელდება, რომელმაც მოგვიანებით ეს სიხშირე სხვა ფიზიკურ პირზე გადააფორმა. ჟურნალი ტაბულა კი გიგა ბოკერიას მეუღლის თამარ ჩერგოლეიშვილისთვის ღია საჯარო მოღვაწეობის დაწყების ათვლის წერტილად იქცა. თბილისის მეტროში განთავსებული სარეკლამო ბილბორდების ბიზნესშიც კი გიგა ბოკერიას ოჯახის წევრები ფიგურირებენ. გიგას მზადება ახალი ეპოქისთვის მოუწია. ეროვნული უშიშროების საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის მართვის ფაქტობრივი მნიშვნელობით მეორე პირია. დღეს საერთოდ ყველა ვინც კი ხელისუფლებაშია და რაღაც ძალაუფლება უყრია, ყველა კარგად ხედავს, რომ მიხეილ სააკაშვილის კარიერა პიროვნულად თავდება, იმიტომ რომ ის საერთაშორისო დონეზე უკვე არის ოდიოზური ფიგურად ლამის და ახლა ყველა ფიქრობს, როგორ იქნება სააკაშვილის შემდეგ, დარჩება თუ არა ძალაუფლებაში, იქნება თუ არა ხელისუფლება კვლავ. რა თქმა უნდა, ხა ბოკერიად შეეცდება გამოიყენოს ის ბერკეტები, რასაც აძლევს ეს უშიშროების საბჭოს მდივნობა. მიდის შიდა ბრძოლა, რომ სააკაშვილის ეპოქაში თვითონ დარჩენ ხელისუფლებაში. თუმცა მე არ ვიცი ხა როგორ იქნება, იმიტომ რომ ეს ისეთი სისტემაა, სადაც სააკაშვილის გარეშე არსებობა ორივე ფლანგს უჭირს. რამდენად შესაძლებელი იქნება ეს მე ძალიან ეჭვმებარებ. სააკაშვილი გიგასთვის და საერთოდ აი ამ ჯგუფის ვინც არაზამთავრებო სექტორიდან მოვიდა, ნუ არასოდეს არ ყოფილა რაღაც ბელადი. და ისეთი ავტორიტეტი რომ არ იქა მის გარეშე არაფერს არ წარმოადგენდა. ეს უფრო ისინი განიხილავდნენ როგორც ინსტრუმენტს რაღაც თავიანთი იდეების და რაღაც რომელიც ძალიან ბუნდოვანი იყო და ძალიან ისეთი აი უსისტემო განსახორციელებლად, ანუ როგორც თვითონ დაარქვეს ამას რადიკალური რაღაც რეფორმების გასატარებლად ჭირდებოდა აი სააკაშვილი. ამიტომ ხა ზადაბიარი აღმოჩნდა რომ ხა დღეს მათთვის ეს არის ამოწურული რესურსი. უბრალოდ იმდენად დიდია თვითონ სააკაშვილის ძალაუფლება დღეს უკვე რომ ვერაფერს ვერ უშვებიან, თორე სიამოვნებით გაუშვებდნენ. და თვითონ დაჯდებოდნენ მის ნაცვლად, უბრალოდ მათ არ ყავთ პოპულარული ფიგურა აი თავიანთ წრეში ისეთი. უცნაურია, მაგრამ როგორც ლიბერალი იუწყება გიგა ბოკერიამ უშიშროების საბჭოს მდივნად დანიშვნისთანავე პირველი რაც გააკეთა, თავდაცვის სამინისტროსთვის მინიჭებული უფლება, განესაზღვრა საგარეო საფრთხეები და ჩამოეყალიბებინა სტრატეგიული დოკუმენტები უშიშროების საბჭოს, ანუ საკუთარ კომპეტენციაში შეიტანა. რთულია განსაზღვრო, რატომ გააკეთა ეს ბოკერიამ. იქნება ეს მის დამოუკიდებლად ქმედების შესაძლებლობას გაზრდიდა, მაგრამ შეიძლება მარტივადაც არის, როგორც უკვე ითქვა, მისი ამბიციები მის შესაძლებლობებს აჯარბებენ. ეს ადამიანი რომელსაც ხიდები დაწვა პრაქტიკულად და იმდენად ისე დააყენა თავი რომ ძალაუფლების და ხელისუფლების გარეშე მისი ცხოვრება გახდა პრობლემა. მას იმდენი აქვს უკვე გაფუჭებული, რომ მე ვერ წარმომიდგენია ელემენტარულად ხელისუფლების გარეთ ვინმე მასთან შეძლებს საქართველოს ცხოვრებას ხელისუფლების შეფასების გარეშე. გაუჭირდება. მე ასე ვიტყოდი, ძალიან გაუჭირდება, იმიტომ რომ ხა ისევ დაბრუნდეს და გახდეს თქვა უფლება დამცველი ან რაღაც საზოგადოებრივი საქმიანობა წამოიწყოს, მას გაუჭირდება მისი ავტორიტეტი ამ შემთხვევაში ძალიან
დაცემული იქნება. ვინ მოусმენს? არც ერთი ნაბიჯი უკან. იქნება ეს ფრაზა მისი ნაციონალური განმარტებით აღარ მუშაობს. ერთხელ მიხეილ სააკაშვილმა ფანტასტიკური ფრაზა თქვა, სულ ახსოვს. აი ჩვენ როცა გადაწყვეტილებას მივიღებთ, თუნდაც სისულელე იყოს ბოლომდე მივიყვანთ. აი ახლა ასეთი განწყობით, როდესაც ხარ, თუნდაც სისულელე იყოს და ბოლომდე უნდა მივიყვანო, მაინც ეს სისულელე და შუაშიც არ ჭირდები. მაგრამ მგონია რომ აი ნორმალური ქვეყანა აშენებული. არც აშენდა. ცუდია რომ გიგა ბოკერია ინტერვიუზე არ დაგთანხმდა. მაშინ გვეტყოდა აქვს თუ არა ნამდვილად პარიზში საცხოვრებელი სახლი, რომელზეც ამბობენ რომ აქვს. ნამდვილად მან გასცა თუ არა 2006 წელს ეგრეთ წოდებული ციხის ბუნტის დროს პატიმრების მისამართით ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების ბრძანება. ანგრევს და აშენებს თუ არა მისი მამა ლევან ბოკერია მთელ თბილისს. და გეგმავს თუ არა გიგა ბოკერია ახალი პოლიტიკური ოპოზიციური, მაგრამ ნაციონალური ფრთის შექმნას. გონია ყველაზე მოდასმულ შეკითხვაზე გაგცემდა პასუხს, რა თქმა უნდა თუ ექნებოდა მას ეს პასუხები. 2007 წელი მახსენდება. გიგა ბოკერია ჟურნალისტების მორიგი კრიტიკით იყო დაკავებული, ხან არაპროფესიონალები გვეძახა, ხან შოუმენები და ზუსტად მახსოვს ასე თქვა. პოპულარული ჟურნალისტობა დიდ პასუხისმგებლობასაც გულისხმობსო. ბატონ გიგა, პოლიტიკოსზეც შეიძლება იგივე ითქვას. იფიქრეთ საკუთარ ანატომიაზე.